და როგორ უნდა გავხადოთ წარმოდგენა უფრო ეფექტური და რა დატვირთვა აქვს გახმოვანება თეატრში თანამედროვე თეატრების გამოცდილებასა და ეფექტის შექმნის ტექნოლოგიას ბათუმელ კოლეგებს ბრიტანელი თეატრალური კომპანიის Imitating the Dog-ის მსახიობები უზიარებენ. ბრიტანული თეატრის მუშაობის სპეციფიკის უკეთში გასაცნობად 5, 6 და 7 დეკემბერს ბრიტანელები ბათუმში სპექტაკლ ოდისეას წარმოადგენენ. გახმოვანების ვორქშოპი აჭარის თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც აჭარის კულტურის სამინისტრო საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს. The sound almost exactly the same as the film. ვცდილობთ გავუზიაროთ მონაწილეებს ის გამოცდილება, რაც ჩვენ კომპანიაში მუშაობის პროცესში დაგროვდა. ისევე როგორც კინოსა და ტელევიზიაში ხმა ძალიან მნიშვნელოვანია თეატრში. იმისთვის, რომ ამბავი გავხადოთ უფრო ცოცხალით და რეალურთან მიახლოებული დამატებით გახმოვანების და ტექნიკურ ეფექტებს ვიყენებთ. ჯერ ტესტდება სინეტიკა და შემდგომ ვიზუალის დამატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათება. Lighting changed theatre forever. რაც აქ ხდება ძირითადში ქართული თეატრი ამას იყენებდა ჯერ კიდევ მარჯანიშვილის პერიოდიდან უბრალოდ აქ არის საინტერესო ის რომ ვეცნობით თანამედროვე ტექნიკურ მიღწევებს და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით როგორ ხდება ეს ყველაფერი. არა მარტო გახმოვანება, აქ არის კადრის ეფექტები, აქ არის პროექციის საშუალებები, აქ არის განათება. ტექნიკას ვიზიარებთ, როგორ ხდება ბრიტანეთში, თქვა სხვადასხვა საუნდტრეკების აწყობა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბათუმის სინამდვილეშიც დავნერგოთ. ბათუმში ზოგადად იქმნება სპექტაკლები, სადაც პროექციის გამოყენება ზუსტად არ ხდება ხოლმე და ძალიან კარგი იქნება თუ დრამატული თეატრი დანერგავს მსგავს რაღაცას და შესთავაზებს მაყურებელს უფრო საინტერესო სპექტაკლებს.